არ მითხრათ, რომ თქვენ არ აკეთებთ. Ну, არ ვიცი, მე მაგალითად მენანება პროდუქტი, შიგნით, რომელიც ცოტა დარჩა, მაინც და მაინც ფული მაგ გადახდილი და ვიცი რომ არის, როცა რჩება ცოტა პროდუქტი, ჯერ ვიყენებ ამ საკანცელერიო კლიპს ვეძახი, როცა არაფერი აღარ გამოდის, მაშინ ვიღებ მაკრატელს და ასე, აი ასე, და ვჭრილ. არ დამიწეროთ ახლა გეხვეწები, რა დროს ეგენია, რა კრიჟანობაა და ასე შემდეგ. კი, ვარ კრიჟანი. გინდათ კრიჟანი დამიძახეთ, მაგრამ მე მენანება ამის გადაგდება, იმიტომ რომ შიგნით არის ნახეთ რამდენი პროდუქტია. მინიმუმ ორჯერ კიდევ გამოვიყენებ. რატო უნდა გადავაგდო? ესე იგი, ადრე ვაკეთებდი ასე და ვინახავდი. ესე ვიყავი მიჩვეული. ახლა შემხვდა ვიდეოები, რომ ეს ჩვენ აღარ გჭირდება. თუ გჭირდება, მე რო არ გაშრეს. ხო, მოკლედ, ვიღებთ თავსახურს და თავსახური ზუსტად უნდა დაჯდეს, ну იჯდება. შორის ჩვენი ქართველი ქალბატონის ვიდეო ვნახე და წესით უნდა გადმოვიდეს. უი, კი, გადმოდის თან. ბევრია, ниცა. ბარემ წავისმეო. ეს არის გლიკოლის პილინგი. ძალიან კაი და ესე შევინახავ. თუ აღარ უნდა, ეს აღარ უნდა, რო არ გაშრეს. და რო არ გაშრეს, მაშინ ამას პირიქით, აი ასე დავხურავ, რომ არ გაშრეს. აქედან არ გაშრება და არც აქედან. კიდე ორჯერ გამოვიყენებ. ახლა ამას წავისმევ და 10 წუთში ჩამოვიბან. თქვენ რას დაარქმევთ ამას? ეკონომიას, კრიჟანობას თუ სხვა რამეს? დამიწერეთ კომენტარებში თუ თქვენც ასე ჭრით ტუბებს. მადლობა რომ მიყურებთ.